ვიფასო სანელებო და მეგობრებო. ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ ისმაილ პრესის ვიდეოს ევოლუციის ორი გზა. ცნობიერების და ცივილიზაციის დაახლოება. ვიდეო აკეთებულია რუსულენოვანი ვიდეო 14 ივნისს. რატო ვიღმება ახლა მე ვწერ პირველ ვიდეოს ბინის შეცვლის შემდეგ. ახლა მე ვარ ახალ ბინაში. ბინავიშოვე შედარებით 50 წლით იაფად. დავწერ დენში დასაზავდე იმას გადავიხდი და რა მომატებულად როგორ ამას მიკეთებდნენ მეწინა ბინაში. ძალიან კარგ ოჯახში აღმოჩნდი. იცით რა რომ გადმოვედი? ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მოხდი სულ სხვა ადგილას, სხვა გარემო, სხვა ატმოსფერო. ნეგატიური შეტევებს აქ ვერ ვგრძნობ. იქ სულ რაღაც ნეგატიური მიტევდა. თითქოს ვიღაცას, ადამიანი როდესაც ნეგატიურად არის შენ სიმად განწყობილი, უნებლიეთ. შენ იგრძნობ მის ნეგატიური ისრებს, როდესაც შენსკენა მომართული. ხოლო აღანე წამოიდგინეთ ძილით სხვანაირია, იმიტომ რომ აქ ვენახია ბალკონზე და როდესაც ქარი ქრის, ცარიელი გახურებული ქარი კი არ ქრის. არომატით გავსებული. აქ სამეზობლოში არის ფეიხოს ხე, რაღაც კიდე ხეები, ხილის ხეები და სულ სურნელით ასავსე ის ხარი, რომელიც აქ ნიავი, რომელიც აქ ქრის. ქარი კი არა, ნიავი. ხო და კი მესამე დღეა სახლს ვალაგებ და მიდე გაგახაროთ ჩემო მეგობრებო და სინელებო. ინტერნეტი არ მექნება 24 საათი მეტი. მთელი თვის განმავლობაში 24 საათი. იმიტომ რომ ინტერნეტი აქაურმა პატრონებმა, აქაური დგმრები ყველა ხმარობენ ინტერნეტს და უფლოდ. მეც მოგცემ ინტერნეტი. ახლა ინტერნეტი ორივე ტელეფონზე გამიაქტიურეს. მე არ მომიწევს ახლა ყიდვა და თვეში ერთხელ უბრალოდ ყიდვა ინტერნეტის და დაძაბული მუშაობა, რომ მოვასწრო ბევრი ვიდეოების ატვირთვა, რომ ჩემი სვენელები გავახარო. ახლა მე შემიძლია ნებისმიერ დროს ავტვირთო ვიდეო, ჩავტვირო და ავტვირთო ვიდეო. დღეში ერთი ვიდეო რომ ავტვირთო მთელი თვის განმავლობაში, ან ყოველმეორე დღე მაინც წამოვიდგენთ რამდენ ახალ ამბებს მე თქვენ წარმოგიდგენთ ქართულ ენაზე. ისინი ხარია პატარა ბავშვი ვიდეობნებით, პატარა ბავშვი რომ გაუხარდება ლამაზი სათამაშო. აი ესეთი სიხარული მაქვს ჩემო მეგობრებო და სვენელებო, რადგან სულ სხვა ატმოსფეროა. თქვენ ახლა ჩემ ადგილზე იყოთ, ასე მგონია რომ სხვა განზომილებაში აღმოჩნდი. მასეთი დაძაბული 2 წელზე მეტი ვიყავი იქა. 2 წელზე მეტი მე. რომ დარჩენილიყავი ოქტომბერში შეცვლდებოდა 22 ოქტომბრის 3 წელი, მაგრამ წამოვედი, როგორც კი ბინავიშოვე. რამდენი ხანია ბინას ვეძებ. და როგორც კი ბინავიშოვე, არა ეს დღეები, თათეთი კვირა კიდე არა. და რა მნიშვნელობა როდის ვიშოვე, მთავარია მე იქიდან წამოვედი და აქ ისეთი ადგილია დადენების ეკლესია რომაა. იქ ვინც ხართ ზუგდიდელები ხომ იცით, იქ რამხელა ხეებია გაზრდილი, რა ჭრტილია და ანდა როგორ მოქმედებს ჩემს მაგალითად ძალიან პოზიტიურად და დადებითად მოქმედებს. მომინდება წავალ გავისეირნებ, დავშტები პარკში, ხების ქვეშ, სუფთა ჰაერზე, სადამ კარგი ამინდები იქნება თეთრ ზაფხული, არ დავთავდება. გავალ, გამოვალ, არც იმიშიში არ გექნება რომ რა კალიასკას წაიღებ და ვინმე არ იფიქროს რომ ეს კალიასკი რომ დადის ალბათ სულ ფული საიდან მოაქვს. იმიტომ რომ ჩემთვის სიმძიმისაწევ არ შეიძლება. ხო და
მე მიწევდა იქ ცხონოდა კალიასკის ამოყვანა წარამარა 1-3 კილოზე, მაგრამ ცხონერად არ გაიფიქროს ხალხმა მეთქი და აქ თუ მithumetes მოშურებით ვარ ბასრიდან და მომიწევს კალიასკის სახმნა გინდა არ გინდა ჩემო კარგებო რა ბედნიერი ვარ რომ მითოდეთ რა ვიცით რა დადებითი ენერგია დადებითი ატმოსფერო მაგრად მოქმედებს ადამიანს კარგით მოდით ვიდეოზე გადავიდეთ ისმა პერესი მოგესალმებათ ყველას თქვენს ეს ჩანაწერშიც იმ ყველას ვინც უსმენს მე მინდა თქვენ დღეს მოგიყვეთო ევოლუციის ორ სახეობაზე რომელიც ხდებოდაო საერთოდ სამყაროში კოსმოსურ სამყაროში და საერთოდ ყველგან ევოლუციის ერთი გზა მიდის წყაროსკენ განვითარების გზით მეორე გზა კი ევოლუციის მეორე გზა მიდის წყაროსგან დაშორებით ანუ ზოგი ირჩევს წყაროსკენ გზას ზოგი ირჩევს პირიქით დღევანდელი გამოშვება მე მაქვს მომზადებული galактიკური ჩანაწერებზე დაყრდნობით სადაც არის აღწერილი ევოლუციის სხვადასხვა სახეობა რომლებიც არსებობენ სამყაროში galaktikur ჩანაწერებში საუბარია იმაზე რომ არსებობს ძალიან ბევრი ცივილიზაცია და ბევრი მათგანი ვითარდება სულ სხვაგვარად ესე იგი ყველა ცივილიზაცია ვითარდება თავისებურად ასე გამოდის ხო ისინი მიდიან სხვადასხვა გზებით ზოგი ხდებაო გარეთა ტექნოლოგიების ოსტატები რომლებიც ქმნიან გაფართოებულ ქსელს ესე იგი რომლებიც ქმნიანო მანქანების გაფართოებულ ქსელს რომლებიც ანვითარებენ ხელოვნური ინტელექტის ქსელს და პლანეტარულ ინფრასტრუქტურებს რომლებსაც შეუძლიათ სამყაროების გარეგნობის უბრალოდ სამყაროების იერის შეცვლა იმავე დროს სხვა ცივილიზაციები აღმოაჩენენ თავისთვის და აღწევენ იმ სიღრმისეულ გზებს რასაც უწოდებენ შიდა ტექნოლოგიებს ანუ სულიერი განვითარება იგულისხმება აქ და აქედან გამომდინარე ცნობიერება ხდება ერთადერთი მთავარი გაცნობიერებული ტექნოლოგია რომლის დახმარებით აცნობიერებენ ითვისება და გარდაიქმნება რეალობა ცივილიზაციების ადრიან განვითარების ეტაპზე ყურადღებას აქცევენ უფრო გარეთა ტექნოლოგიებს ისინი ქმნიან ინსტრუმენტებს ქმნიან მანქანებს კომპიუტერებს სატრანსპორტო საშუალებებს და საბოლოოდ განვითარებული ხელოვნური ინტელექტის გზებს ეს ჩამოთვლილი ტექნიკური საშუალებები არის საშუალება რომ განვითარების გზაზე მდგარმა ცივილიზაციამ გადალახოს რაღაც სიძნელეები რომლებიც დაკავშირებულია გადარჩენასთან და რომლის მეშვეობით მათ შეუძლიათ გააფართოვონ თავიანთი ფიზიკური რეალობა მაგრამ დგება მომენტი როდესაც წერტილი რომ ესე იგი წერტილი იმ წერტილამდე სადაც ტექნოლოგიური განვითარება აღწევს თავის პიკს იმ წერტილამდე რადგან არც ერთ მანქანას არ შეუძლია საბოლოოდ გაიმიოროს და აღიქვას და ესე იგი მანქანას არ შეუძლია ინტუიცია ასე ვთქვათ შექმნას არ შეუძლია ინტუიცია გადაიღოს ვინმესგან ხო ის თუ დაუშვათ პასუხობს რაღაც კითხვას აკეთებს რაღაცას ეს ამას აკეთებს უემოციოდ და რაც თავარია არ აქვს ამათ
მანქანებს არ აქვთ ინტუიციის შეგრძნება. როგორც მაგალითად, არც ერთ კომპიუტერს არ შეუძლია სიბრძნე შეცვალოს. იმიტომ რომ კომპიუტერი ბრძენი არაა, კი, კომპიუტერში რა პროგრამისას დებენ, იმ პასუხებს იძლევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ბრძენია. არც ერთი ხელოვნური ინტელექტი, ვერც ერთი სახეობა ხელოვნური ინტელექტისა მაპატიეთ ჭრება დაიწყო ვერ შექმნის იმას, რაც შექმნა შექმნელმა. ანუ არ შეუძლია გახდეს შექმნელი. ხელოვნური ინტელექტი არ შეუძლია გახდეს შექმნელი, თუმცა ამის სწავლობა, აი მაგალითად მე რო თქვენ გიყვებოდით, რომ ახლა რომ ერთ-ერთი ხელოვნური სამი სახეობა ხელოვნური ინტელექტისა, დედამიწაზე ნეგატიური და ერთ-ერთი მოვიდა ჩვენთან ანდრომედიდან. მას მოუდა გამხდარიყო შემქმნელი, მაგრამ არ გამოუვიდა. ვერ მოახერხა ეს. მან ეს შეძლო მხოლოდ ციფრულ დონეზე, მაგრამ ეს არის უსულო რეალობა. რის შექმნა ის შეეცადა. და დგება ეტაპი, როდესაც ცივილიზაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე. ის ხდება დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, ხო, ან მან უნდა გამოიკვლიოს სამყაროს შიდა ნაწილი. ანუ შეიხედოს სამყაროს შიგ. მან უნდა შეიხედოს სამყაროს ცნობიერებაში. იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვავს, რომ ყველაფერი არის გაცნობიერებული და გონიერი. და სულიერად განვითარებული ცივილიზაციები ყოველთვის ირჩევენ მეორე გზას, ანუ სამყაროს ცნობიერების შესწავლის გზას. რატომ და ისინი აღნიშნავენ, რომ ცნობიერება ეს მხოლოდ ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, ხო, ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ცნობიერება, სამყაროს ცნობიერება არის როგორც გვერდითი ეფექტი და ეს ამის დახმარებით მხოლოდ ცნობიერების გამოკვლევით და ცნობიერების სამყაროს ცნობიერების მიხედვით და მასთან ჰარმონიზაციით შეიძლება სულიერი განვითარება. და ეს არის ფუნდამენტალური ველი, რომლისგანაც იქმნება მატერია. ამდაგვარად 1000 წლეული და კიდეც მილიონი წლეულების შემდეგ სულიერი განვითარებისა ისინი სწავლობენ, ესე იგი პირდაპირ გზით ურთიერთობას ენერგეტიკულ არქიტექტურასთან, რეალობის არქიტექტურის რეალობის ენერგეტიკულ არქიტექტურასთან და ამიტომ უნარები, რომელიც კაცობრიობას გონიას სასწაული გახდება და ხდება და მიიღებთ ამას როგორც ყოველდღიურ ყოფადობას. თუ ახლა ჩვენ გვიგურს რაღაცების მომავალში არ გაგვიგოდება, იმიტომ რომ ეს არის რეალური გზა და რეალური ცხოვრება. ეს ვართ რეალურად ისინი, რაც უნდა ყოფილიყავით ჩვენ და რომლის უნარები ჩვენ წაგვართვეს, როდესაც დაიყოლეს დედამიწა და დედამიწას გაუჩნდა ახალი ბატონები. მაგალითად, ურთიერთობა ყოველთვის ხდება ტელეპათიის მეშვეობით, უბრალოდ აქამდე ხდებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი იღვიძებს ადამიანებში, ყველა უნარი, მათ შორის ტელეპათია. ცოდნები მომენტალურად გადაიცემა რეზონანსის მეშვეობით, გამოჯამრთელება ხდება კონკრეტული ელექტრონული ველების მართვის მეშვეობით, გადაადგილება ხდება ტექნოლოგიების მეშვეობით, დაფუძნებული ესე იგი ცნობიერების მუშაობით და ცნობიერების ასე ვთქვათ ურთიერთობით
სივრცესთან. განათლება ხდება გახსენების მეშვეობით და არა დაზეპირებით. ამდაგვარად, ასეთ საზოგადოებებში ტექნოლოგიები არ ქრება, ისინი განიცდიან ევოლუციონირებას, რა დროსაც გადაიქმნებიან ცოცხალ სისტემებში, რომლებიც ურთიერთმოქმედებაში შედიან ცნობიერების სიმბიოზში. განვითარებული სულიერი საზოგადოებები იმის მაგივრად, რომ მოიხმარდეს რესურსებს, დედამიწის რესურსებს, ისინი მოიხმარენ ენერგიას, რომელსაც იღებენ უნივერსალური ველებიდან, ვარსკვლავების ნაკადებისა და ენერგოდინამიკიდებიდან გამომდინარე. მასენაირი ცივილიზაციები პლანეტებს არ აღიქვამენ როგორც საქონელს. ეს ცივილიზაციები აღიქვამენ პლანეტებს როგორც ცოცხალ არსებებს. ვარსკვლავები ბურთები კი არ არის პლაზმიდან დამზადებული. მათ გააჩნიათ ცნობიერება, სული და მონაწილეობენ კოსმოსურ ევოლუციაში. ოკეანები, ატმოსფერო, ეკოსისტემები და მობინადრეები ამდაგვარი სამყაროებისა ესმით ერთმანეთის და აღიქვამენ ამას როგორც ერთიანი გონებისა. ყოველი საზოგადოება, სადაც კონკურენცია უთმობს ადგილს თანამშრომლობას, ტრანსფორმირდება, მაღალ განვითარებული ცივილიზაციები, უბრალოდ მაღალ განვითარებულმა ცივილიზაციებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ სიხშირე, გეომეტრია, ბგერები და ფერები ყოველთვის მოქმედებდნენ ცნობიერებაზე. ამიტომ მათი ქალაქები ისე არის დაპროექტებული, რომ ამან დაეხმაროს საზოგადოების სულიერ ახმავლობაში. არქიტექტურა ხდება წმინდა ტექნოლოგია, ის ხდება საკრალური გეომეტრიის ფორმა, გამოხატული ფორმის მეშვეობით. მუსიკა ხდება მეცნიერება რეზონანსზე, ხელოვნება ხდება საშუალება, დამხმარე ცნობიერების, მდგომარეობის გადაცემისას. ცნობიერების გაფართოებასთან ერთად თვით ცივილიზაცია ხდება ანარეკლი მისი მობინადრეების განვითარებისა და კაცობრიობა მიდის ამ გზით დადებითი ორიგინალური დროის ტრაექტორიის ხაზით. ცივილიზაციები, რომლებაც იარსებეს კოსმოსურ დროში, დროის კოსმოსური მასშტაბით, ცივილიზაციებმა, რომელსაც იარსებეს დროის კოსმოსური მასშტაბით, ყველა არ ფლობს, ყველაზე დიდი ფლოტით, განვითარებული კომპიუტერებით, ან ყველაზე ძლიერი იარაღით. არ ფლობენ ამით. ეს არის ის ცივილიზაციები, რომლებაც ისწავლეს ბალანსირება ცოდნის და სიბრძნის შორის, თანაზრუნობის და ძალის შორის, ტექნოლოგიებს და ცნობიერების შორის. სამყარო, რომელიც აღწერილია ამ გალაქტიკურ ანგარიშში, სახურობს ეს ინფორმაცია გვენსახურება, როგორც შეხსენება ადამიანზე და კაცობრიობაზე, საერთოდ კაცობრიობაზე და განვითარების გზებზე. ის ასიმბოლიზირებს მომავალს, სადაც მეცნიერება და მომავალი არ კონკურირებენ ერთმანეთთან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ ხდებოდა ტექნოლოგიური განვითარება, მაინც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგია, ყველაზე მაღალი დონის განვითარებული ტექნოლოგია ეს იყო შიდა მეს სულიერი ტექნოლოგიები. ანუ სულის შიდა სამყაროს ტექნოლოგიები. და ეს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი არის ცნობიერება. შიდა ცნობიერება. მეგობრებო, მე მინდა თქვენ გაიგოთ, რომ ცნობიერება ეს მარტო ის არ არის, რომ რითაც ფლობსო ადამიანი. ცნობიერება ეს არის ფუნდამენტალური საფუძველი, რომლისგანაც ჩდება რეალობა.
და განვითარებულმა ცივილიზაციებმა დიდი ხანია გაიგეს, რომ მატერია ეს არის მეორადი ცნობიერებასთან შედარებით. და ახლა ხან კვანტური ფიზიკის დამსახურებით ჩვენ ეს გავიგეთ. ჩვენ გავიგეთ, რომ ყოველი ატომი, ყოველი ნაწილაკი, ყოველი ენერგეტიკული ველი გაჩნდა უფრო სიღრმისეული ინფორმაციული მატრიციდან, რომელიც პირდაპირ რეაგირებს ცნობიერებაზე. და იმის მაგივრად, რომ უფრო და უფრო შექმნათ უფრო რთული და რთული მანქანები რეალობის სამართავად, იმათთან შედარებით, ვინც იმყოფება დღეს სულიერი ევოლუციის გზაზე. და ესენი, ვინცაა განვითარებული სულიერი, ვინც დგას სულიერი ევოლუციის გზაზე, მაგათმა ისწავლესო მართვა ყველაფრისა, რამაც შუა რეალობა აზრები ადრე როდესაც გაიფიქრებს მისი ფიქრები, მისი აზრები მიდის შორს და მასების მეშვეობით მაღალ განვითარებული ცივილიზაციებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა ტელეპათიის მეშვეობით. და მათი ურთიერთობა არ არის შეზღუდული, იცინი ერთმანეთს გადაცემენ ინფორმაციის პაკეტებს, რომელსაც გადაცემენ ემოციების, ხატების, კონცეფციების, გამოცდილების მეშვეობით. მაგალითად, ენობრივი ურთიერთობა, ესე იგი, დაიკავებდა რამდენიმე საათს, მაგრამ ტელეპათიურად აზროვნული კონტაქტი რამდენიმე წამში, წუთში ხდება. და ამ ურთიერთობას, ასეთ ურთიერთობას გალაქტიკურ საზოგადოებებში უწოდებენ ტელეპათიურ რეზონანსს. ანუ ტელეპათიას. ჯერ დედამიწაზე ცოტა ადამიანი აღიქვამს ელექტრომაგნიტური ველის რაღაც სპექტრს. ჩვენ მას უწოდებთ ხილულ სინათლეს. რეალობის დიდი ნაწილი არსებობს ამ აღთქმადი სინათლის სპექტრის მიღმა. ანუ აღთქმადი ჩვენ რასაც ვიღებთ სინათლეს, ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ, ვისაც არ აქვს ჯერ უნარები გახსნილი, გამოხუცებული, მაგრამ ვისაც გამოხუცებული აქვს უნარები, ის ხედავს ამ ადამიანის მისაწვდომი სპექტრის მიღმა. ახლა ბევრ ცივილიზაციას ესმის, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული ვითარდება ელექტრომაგნიტური, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული სხეულის შაბლონის ქვეშ. სანამ დაავადება გამოჩნდება ფიზიკურ დონეზე, დისბალანსი ჯერ ჩნდება წვრილი დონის ენერგეტიკული ველის ფონზე. დაავადება ჯერ ვლინდება ენერგეტიკულ სხეულში, შემდეგ გადმოდის ფიზიკურ დისბალანსში. და ამის მეშვეობით, ვინც მკურნალობითაა დაკავებული და ხედავს ამ წვრილ დონეს, ძველ სამყაროს, მათ შეუძლიათ ენერგეტიკულ დონეზე დაეხმარონ ადამიანის გაწმიდონ ეს ენერგეტიკული დონე, იმისთვის რომ შემდეგ იქიდან დაავადება არ გადმოვიდეს ფიზიკურ დონეზე. იმის მაგივრად, რომ მკურნალო სიმპტომებს ისინი აქრობენ პირველ მიზეზს, თავარ მიზეზს, ემოციური გაბრუდებებისა, რომლებსაც მოყავთ დისბალანსისკენ. მკურნალები აღადგენენ ბალანსს და აქრობენ ამ დისბალანსს. კიდევ ერთი უნარი, რომელიც ვითარდება შიდა პროგრამის დახმარებით, მანიფესტაცია. ადამიანების უმრავლესობას ესმით, რომ შეგნებულად შეუძლიათ რეალობის შექმნა. განვითარებულ ცივილიზაციებს ესმით, რომ ცნობიერება არსებობს სხვადასხვა დონეზე, უпростоრად, რომ არსებობს ცნობიერების სხვადასხვა დონე. მაგალითად, კიო, ახლა ზოგი მანქანები, ზოგი ტექნოლოგია განვითარდებაო და თავის ფუნქციას შეასრულებენო, მაგრამ ეს მანქანები არ დომინირებდნენ იქნებაო სულიერ ინსტრუმენტებზე. უბრალოდ იქნება როგორც დამატებითი ინსტრუმენტები რაღაც საკითხებში, საკითხის რაღაც საკითხებში პრობლემების დროს, მაგალითად,
ამ პრობლემების გადასალახად. ხო, გარეშე ტექნოლოგიები გახდება, ასე ვთქვათ, ცნობიერების გამოხატვის ინსტრუმენტი და არა მისი შემცვლელი. ესე იგი, ტექნოლოგიები თუ განვითარდა, ვერ შეცვლიან ცნობიერებას. აქ საუბარი ისეთ ცივილიზაციებზე, რომლებაც მიაღწიეს სულიერი განვითარების მაღალ დონეს. ყველაზე მაღალი დონის ტექნოლოგია ეს არის თვით კოსმოსური სამყარო. და კოსმოსური სამყარო არ იყო შექმნილი, ის დაიბადა შიგნიდან. და ცნობიერება არის ყველაზე უძლიერესი და ყველაზე მაღალი ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ მოგცა ჩვენმა შექმნელმა. რატომ და ეს არის ეს ძალა, როდესაც შემაცნობიერებელი რეალობა თავის თავს აცნობიერებს, რომელიც იღებს თავის თავს და ვითარდება. გალაქტიკური ჩანაწერების თანახმად იმ ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ბინადრობდნენ ჩვენ სამყაროში, არის ერთი, რომელიც გამოიყოფა სხვების ფონზე. ის გამოირჩევა სხვა ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაციებისაგან და ეს არის მათი განწყობა წყაროს მიმართ. ევოლუციის მიზანი არ არის ტექნოლოგიური პროცესი, ტექნოლოგიური პროგრესი. ევოლუციის მიზანი არის ჩვენ გავიხსენოთ წყაროსთან ჩვენი ურთიერთობა და განვასახიეროთ ეს ღვთაებრივი დასწრება ჩვენ ყოველ ფიქრებში, ყოველ ფიქრთა აზრებში, ყოველ ჩვენ მოქმედებაში და ცხოვრების ყოველ ასპექტში. და საერთო ჯამში ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ეს არის ის ცივილიზაცია, რომელმაც აღიარა თავისი სიახლოვე წყაროსთან. ანუ განვითარებული ცივილიზაციის მიზანი, ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია დაახლოებულია წყაროს. რა ემართება იმ ცივილიზაციას, რომელიც პირიქით გზას აირჩევს, ანუ ჩამოშორდება უпростоრად წყაროს. როდესაც ეს ხდება და როდესაც საზოგადოება ხდება დამოკიდებული, უფრო და უფრო დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, ცნობიერების განვითარების გარეშე, ეს ყველაფერი სრულდება წყაროსთან გახლეჩვით. სამწუხაროდ ამის გამო დაეცა ძალიან ბევრი ცივილიზაცია მთელი ჩვენი კოსმოსური სამყაროს მასშტაბით. მაგრამ კოსმოსურ სამყაროში არის ცივილიზაციები, რომლებმაც მიაღწიეს პიკს, ხო, ტექნოლოგიურ ხრივ. ანუ მიაღწიეს პიკ ტექნოლოგიურ განვითარებაში, მაგრამ დაკარგეს თავისი ურთიერთობა წყაროსთან. და ეს ცივილიზაციები დაეცნენ, რადგან დაავიწყდათ წმინდა კავშირი ცნობიერებასთან და ქმნილებასთან. თავიანთი, ესე იგი, არა, განვითარების თავიანთ ეტაპზე, განვითარების თავის ადრიან ეტაპებზე ამ ცივილიზაციებს გარდა ძალიან ბევრი განვითარებადი ცივილიზაციები მთელი გალაქტიკის მასშტაბით. ყოველი ესე იგი, ცივილიზაციის განვითარების პერიოდში დგება ის მომენტი, როდესაც ის ეჯახება არჩევანს. ზოგმა არ იცის თუ რა გზა ირჩიოს. როდესაც ცივილიზაციები ვითარდებიან ტექნოგენური გზით, მათ შემდეგ მომავალში თანდათანობით დასჭირდებათ ენერგიები. და ისინი შემდეგ ამ ენერგიებს ართმევდნენ იქნება სხვა პლანეტებს, სხვა ვარსკვლავებს, სხვა ცივილიზაციებს, რადგან ისინი გახდებიან ენერგეტიკული ვამპირები. როდესაც ტექნოგენურ განვითარებასთან ერთად არ ხდება სულიერი განვითარება, ანუ ცნობიერების განვითარება, მათი ეგრეთ ვთქვათ სულიერი მხარე იფიტება და მათ მეტი მოთხოვნა აქვს რესურსებში. და ისინი უკვე პლანეტებს და ვარსკვლავებს უყურებენ როგორც რესურსების მაპატიეთ მეთქინა რესურსების
ასე ვთქვათ, საბადოებს. მაგალითად, გადაჭარბებული, ესე იგი, ბოროტად გამოყენება ცოდნისა მიიღავს ადამიანი მანიპულაციამდე, ტექნოლოგიებით გადაჭარბებული სარგებლობა, ტექნოლოგიებით გადაჭარბებულ სარგებლობას მოყავს ადამიანი დამოკიდებულებამდე, ნარკომანივით ის დამოკიდებულია ტექნოლოგიაზე და ასე შემდეგ. და ამდაგვარად ტექნოლოგიები ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან თავის საკუთარი სისტემების მახეში. ის ტექნოლოგიები თითქოს რომლებმაც თავისუფლება უნდა დაებრუნებინა ადამიანისთვის, ანუ თავისუფლად უნდა გაეხადა ადამიანი, პირიქით ხდება ისე, რომ ითხოვენ ყურადღებას. რაღაც ითხოვენ ყურადღებას მოვლის მხრიდან, ანუ რაღაც ნაწილებია გამოსაცდელი, გასაწმენდი, გასარემონტებელი და ასე შემდეგ. თქვენ ცით, ვისაც მაქნები ყავთ, რა მოვლა უნდა მეორე იმდენი უშდება ადამიანებს მაქნების მოვლა და მაქნების გარემონტება, ვაფშე საერთოდ მაქნების ყურადღება. აქეთ საბურავები, აქეთ საწვავი და წვრილმანები. სისტემა, რომელიც ქმნის რამეს იმისთვის, რომ ხვავი იყოს, პირიქით, აჩვენს დეფიციტს. სტრუქტურები, რომელიც შეიქმნა სტაბილობის დასამყარებლად, მექანიზმები, რომელიც განვითარებას აფერხებს. და საბოლოოდ ცივილიზაცია იყოფა, აღმოჩნდება უпроსურად ნარასპუდი, ანუ იმ ადგილზე, სადაც ესე იგი ერთი გზა იყოფა ორ გზად და ცივილიზაციამ უნდა ერჩიო თუ რომელ გზას გაყვება. ზოგი მიყვება განვითარების გზას, ხო, და ვინც სულიერ გზას გაყვება, ისინი ახლა იღვიძებენ და მადლობა ხომერთ რომ დღეს უცად ეს სიტუაცია არის, რომ დედამიწაზე ბევრი იღვიძებსო, მაგრამ ბევრი ირჩევს მეორე გზას, ტექნოლოგიურ გზას და სულიერობა არ იწყდებათ. ხო, ახლა ისმაილ პერესმა დაამთავრა თავისი გამოსვლა, ახლა გადავიდა კითხვა-პასუხებზე, მაგრამ მე კითხვა-პასუხებზე არ გადავალ. აქ შევჩერდები. ის კიდევ 1000-ჯერ გაიმეორებს იმას, რასაც ამბობს. საერთოდ იმიტომ კი არა, რომ ეს მაგას ამის გაკეთება უხარია, არა. იმიტომ რომ მან იცის, რომ ახალი მსვენელებიც მოდის ბევრი. იმიტომ რომ უნდა შეახსენოს, უნდა შეგვახსენოს ჩვენ თუ რაზე ილაპარაკა და აი მე რო ხანდახან მახსენდება სხვადასხვა იდეებიდან რაღაც მაგალითები მოყვავს. აი ამდაგვარად იქცევა ისმაილ პერესი. ხო, კითხვა-პასუხები ცოტა თან იქ კითხვა-პასუხებში ის ხო ამერიკაში ცხოვრობს, მას წერენ ამერიკელები და უფრო სვამენ ისე კითხვა-პასუხებს, რომელიც ეხება მათ შტატს, ან მათ ქვეყანას და ახლა რომ ეხებოდეს იმ თემას, რასაც მე თარგმნი, იმას მე ვთარგმნი, ესე იგი უცხოპლანეტებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ცოტა ისეთ დაღლილი ვარ, ამის თავი არა მაქვს და ბოდიში გიხდით ამიტომ, მაგრამ აი ეს მისი გამოსვლა მე იგივე შემოკლებით აქაც გაიმეორა შეიძლება იგივე, ხო და რომ თავი არ მომეზრებია თქვენთვის, მე ეს ყველაფერი გამოვტოვე. თავარი რაღაცა რაც ეხებოდა ცივილიზაციის ევოლუციას, მაინც მივიტანე თქვენამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. აწი გეტყვით სულ დროებით, იმიტომ რომ ინტერნეტი სულ მექნება. ისინი ხარია? დროებით. და მადლობა ყურადღებისთვის.